გორისა და ატენის ეპარქიაში მაცხოვრის ფერიცვალების სამრევლო სკოლა უფლის კარავში მისმა მაღალყოლოდ უსამრელოესობამ გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ აკურთხა ახლად აშენებული სპორტული დარბაზი. ამასთან დაკავშირებით მოეწყო საზეიმო ღონისძიება. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სოფელ მეღრეკისის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სამრევლო სკოლის და ფერიცვალების სამრევლო სკოლა უფლის კარვის მოსწავლეები. ყველას მადლობას გიხდით, ვინც გვერდში დაგვიდგა დარბაზის მშენებლობაში. ქრისტეს მიერ საყვარელნო, მამანო, ძმანო და დანო, ყველას აქ ვინც ბრძანდებით შეკრებილები, მინდა მოგილოცოთ ამ სპორტული დარბაზის გახსნა, რომელიც დღეს ჩვენ ვაკურთხეთ, დავლოცეთ ყველა ის ადამიანი, ვინც აქ ისწავლის და ასწავლის ბავშვებს, იმიტომ რომ დანიშნულება ამ დარბაზისა პირველ რიგში არის ბავშვებისთვის, რომ ბავშვებმა მე არ ვიტყვი რომ ფიზიკური განვითარება პოვონ მხოლოდ, არამედ სულიერი უპირველეს ყოვლისა და სულიერთან ერთად უკვე ფიზიკურიც. შეიძლება ყველა ვერ ჩამოვთვალოთ დღევანდელ დღეს, ან შეიძლება არიან ადამიანები ისეთები, რომლებიც მათი სახელები არც ვიცით. შემოწირეს და დაეხმარენ ამ საქმეში მამა ბასილს. ყველას ღვთის წყალობას და შემწეობას უსურვებ და უსურვებ საკუთარ თავსაც და თქვენ ყველას და ჩვენს ერს, რომ ჩვენი შვილები იზრდებოდნენ სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღ ადამიანებად, ისეთებად, რომლებიც გააგრძელებენ ჩვენი ქვეყნის ისტორიას და შექმნიან მის კეთილდღეობით მომავალს. მერთმა დაგლოცოთ ძვირფასო ძმანო და დანო და კიდევ ერთხელ ყველას მადლობას მოგახსენებთ და ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. ჩვენთან არის ღმერთი.